ნახეთ რამდენი ბუმბული მოვიტანეთ, ჩვენ ეს დღეს დაგვჭირდება. ძალიან საინტერესო რამე უნდა გავაკეთოთ. დილამშვიდობისა ჩემო კარგებო, მიხარია რომ შემოგვიერთით, რადგან დღეს ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო თამაში უნდა ვითამაშოთ. აი, ჩემი ბავშვები უკვე აქ არიან და თქვენ შემოგვიერთდით. დღეს ვთამაშობთ თამაშს, რომელსაც ქვია თუთიყუშობანა. იცით ეს თამაში? თუ არ იცით, ახლა გასწავლით. აბა, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? კარგად ხართ? ძალიან კარგი. აბა ნახეთ რა მოგიმზადეთ. აი, მე ბავშვებს გავუმზადე აქ თუთიყუშები დახატული უკვე და ჩვენ დღეს ეს თუთიყუშები უნდა შევმოსოთ. როგორ უნდა გავაკეთოთ ახლა? მოდი, მე თქვენს გასწავლით და ჩვენს მაყურებელსაც კარგი. აბა მომისმინეთ. აი, აქ არის დახატული თუთიყუში, რომელსაც ნისკარტიც აქვს, თვალიც აქვს, აი აქ ფეხიც აქვს, ხედავთ, ფრთაც აქვს, კიდე აი კუდი აქვს, აი ესეთი ლამაზი ქოჩორი აქვს, ხო? და ჩვენ ახლა უნდა გავაფერადოთ. რა კარგია, თქვენ თუთიყუშები გინახავთ და ოდესმე? ვის უნახავს ნამდვილი თუთიყუში? მე. გინახავს? როგორია? რა ფერია თუ გახსოვს? წითელი. და ფერად-ფერადი არ არის? ხო, აი ნახე როგორი ფერად-ფერადი ბუმბულებია, ხედავთ? ხო, ლამაზია? მოდი ახლა ჩვენ გავაკეთოთ ლამაზი თუთიყუში და ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ, მისთვისაც ეს იქნება ძალიან დიდი სიურპრიზი. გავაკეთოთ, ქეთო? ამითი რა გავაკეთოთ? აი, გეტყვი ახლა ყველაფერს აგიხსნით. ესე იგი, ჯერ პირველ რიგში მე მინდა თქვენ გთხოვოთ, რომ გაუფერადოთ თუთიყუშს თვალი, ნისკარტი და კიდე ფეხი. მოდი ახლა ჯერ მიცხარით, თუ თუთიყუში გინახავთ ოდესმე, რა ფერის თვალები აქვს თუთიყუშებს, ხომ არ გახსოვთ? არა. არა? შენ მარი? არა, თუთიყუშებსაც ესეთ ფერად-ფერადი თვალები აქვს. ზოგს შავი აქვს, ზოგს ყავისფერი, ზოგს ცისფერი აქვს. მოდი ეს გავაკეთოთ ცისფერი თვალები გავაკეთოთ თუთიყუში. აი თქვენ ფანქარი, ყველას ცისფერი, აი შენ. მოდი მარიამ შენ ლურჯი ფანქარი გამომართვი. ეს შენ კონდეს. აი სოფის და ლიზიკუნას და ქეთვას მივცეთ. ეხლა როგორ უნდა გავაფერადოთ? იცი, აი ეს თეთრი ადგილი რო არის, ეს უნდა გააფერადო, ხო? ლამაზად სუფთად ვიმუშაოთ, რომ თუთიყუში იყოს ლამაზი. აი შენ ლიზიკო, მოდი შენ ყავისფერი თვალი გაუკეთე და ქეთუსი შენ გაუკეთე მწვანე. თვალი ყველამ გააფერადა? მოდი ახლა გავაფერადოთ ნისკარტი. ვინც არ იცის თუთიყუშს რა ფერი ნისკარტი აქვს, მე ახლავე გეტყვით, ხო? თქვენც მომისმინეთ, იმიტომ რომ შეიძლება თქვენც დაგჭირდეთ ამის ცოდნა. აბა, მარიკუნა მითხრა რომ მე ნამდვილი თუთიყუში მინახავს, ხო, არ გახსოვს ნისკარტი რა ფერი აქვს? აბა გაიხსენე. ვითელი აქვს. ყვითელი აქვს, ხო და აი შეიძლება აქ რაღაცა ნაწილი კონდეს აი ოდნავ, აი აქ კონდეს ცისფერი ან ვარდისფერი. მოდი ახლა ავიღოთ ყვითელი ფანქრები, ესენი დააბრუნეთ, ჩადეთ აქ. აი ესე ყოჩა, კარგი გოგოები ხართ. აი ყვითელი ნისკარტი გავუკეთოთ თუთიყუშს. აბა ყველამ დაამთავრა ნისკარტის გაფერადება? მაჩვენე? აი ლიზიკო დაასრულებს, მოდი ფანქრები. არა, გქონდეთ ეს ფანქრები, იმიტომ რომ თუთიყუშის ფეხიც არის რაღაცა ესეთი მოყვითალო ფერის. მოდი. გააფერადე მე. მე არ დამთავრდა. დაამთავრე და მერე. უნდა გავაკეთოთ, იცით გოგოებო? ისე გავაფერადეთ ნისკარტი, ჩვენს თუთიყუში მარე გასწორდი. ნისკარტი გავაფერადეთ, თვალიც გავაფერადეთ, კიდე რა გავაფერადეთ ფეხი და კიდე ესა ტოტი, რადგან ზის ხო თუთიყუში? ხო. ეხლა თუთიყუშს უნდა დავაწებოთ ბუმბულები. რატო? თუთიყუშებს ბუმბულები ხო აქვთ? და ფერად-ფერად ბუმბულები აქვთ, ხო? დავაწებოთ თუთიყუშს ეს ბუმბულები ქოჩორზე. ფრთაზე, ხედავთ და კიდე კუდზე. აბა მოდი კარგად გაჩვენოთ. აი შეხედეთ ბავშვებო, ქოჩორზე, აი ესე ფანქრეთ გაჩვენებთ ახლა. ნახეთ, ქოჩორზე, ფრთებზე უნდა დავაწებოთ და კიდე კუდზე. და ჩვენი თუთიყუში იქნება მერე ჩაცმული. ანუ შევმოსავთ, ხო? აი, ახლა დაგერიგებთ მე ბუმბულებს. აი აქ არის წებო. ბუმბულს ავსვამთ წებოს და დააწებებთ აი ნახატს. ნახოთ აბა რა გამოგივათ. მე ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზი უნდა გამოგივიდეთ თუთიყუში.
ყურადღებით იყავით შემოკარგებო, ვიწყებთ თუთიყუშების შემოსვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული როგორი ლამაზი თუთიყუში გამოგვივა, ხო? აბა, გოგოებო, ნახეთ, ვიღებთ წებოს და უსმევთ ქოჩორზე. აი ქოჩორი. შეხედეთ სად უსმევ? აი ესე ქოჩორზე, ხო? შენ ხო გაგწებო? აი, წებო. წავუსვი ქოჩორზე და მე მარიამ სათხოვე. აი და მე როცა წებოს წავუსვებთ, აი ესე აწებებთ. ნახეთ როგორ ვაწებებ. მე საათი გააკეთე. ხო, ჯერ წებო წავუსვი საყვარელო, ხო? აი, წებო წავუსვი ჯერ. ესე იგი, თუ დავაწებეთ უკვე ქოჩორი, ეხლა წებოს, გოგოებო, ყურადღებით იყავით, წებოს უსმევთ ფრთაზე. ნახეთ? ეხლა უნდა წავუსვათ წებო კუდზე, ბავშვებო, კუდზე. აბა კუდი სად არის? მოძებნეთ კუდი ქვემოთ არის, ქვემოთ, ხედავთ? ეხლა კუდზე აი აქ ქვემოთ, მარიამ. ქვემოთ აი აქ წაუსმევ და ეს აქაც უნდა დააწებო ბუმბულები, მიხვდი? ჩვენ უკვე დავასრულეთ თუთიყუშების აპლიკაციების გაკეთება და მოდით გაჩვენეთ რანაირად თუთიყუშები გამოუვიდათ გოგონებს. შეგიძლიათ ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვროთ და თქვენს გააკეთოთ თქვენს მეგობრებთან ერთად შემდეგ სახლში. აბა, აი ეს არის მარიკუნას ნამუშევარი. ნახეთ როგორი თუთიყუში გამოვიდა. მე მგონი ძალიან ფერადია და ლამაზია. რა სიტყვით? არ მოგწონთ? მე ძალიან მომწონს. თქვენ ხო მოგწონთ? აი, როგორი ლამაზი თუთიყუშია. მე მგონი ეს არის თუთიყუში არა. ეხა მეორე მარიამის თუთიყუშს გიჩვენებთ. ნახეთ? ნახეთ როგორი თუთიყუშია, ხედავთ? როგორი ქოჩორი აქვს შეხედეთ. გრძელი, ძალიან ლამაზია. აი მე უკვე გითხარით, ჩემს ბავშვებს უთხარი, რომ თუთიყუშები არსებობენ სხვადასხვა ჯიშის. ზოგი დიდია, ზოგი პატარა, შეფერილობაც სხვადასხვა აქვს. აი ნახეთ რა ლამაზია. აბა მოდით ახლა ნახოთ სოფოს როგორი თუთიყუში გამოუვიდა. აბა სოფუნას თუთიყუშიც ნახეთ. მეგონი ძალიან ლამაზია. ხო მოგწონს სოფო შენც მოგწონს ხო? კი? ლიზიკუნა, აბა მაჩვენე შენი თუთიყუში როგორი ფერადი გამოვიდა. მომაწოდე. აი მოდი მაყურებელს ვაჩვენოთ. ნახეთ როგორი სერიოზული თუთიყუშია. მე მგონი ლიზას თუთიყუში ძალიან ბევრს ლაპარაკობს და რაღაცა სულ ისეთ ბრძნულ აზრებს ამბობს. შეხედეთ? ხო მოგწონთ? კეთოს თუთიყუში ვნახოთ, ნახეთ კეთოს თუთიყუში რა ლამაზია. მე მგონი პირდაპირ აფრიკიდან ჩამოფრინდა. ხედავთ? ძალიან ლამაზია. აბა, მარიამ, ეხა შენი თუთიყუში მაჩვენე. მარიამის თუთიყუში ძალიან გრძელი ბუმბული აქვს ბავშვებო, აი უკვე ჩანს, ნახეთ? ნახეთ როგორია? მე მგონი ეს არის თუთიყუშების მეფე. ძალიან ლამაზია. ხო მოგწონთ? მე ძალიან მომეწონა. აი ესეთი ფერადი თუთიყუშები გავაკეთეთ ჩვენ დღეს.